რუსთავი 2-ის ეთერით 10 მაისს გადაცემაში განსხვავებული აქცენტები ფარული ჩანაწერების ჩვენების ფაქტს ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფაქტის ობიექტურად გამოძიებას. ხელისუფლებიდან ერთადერთი, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებაზე გაამახვილა ყურადღება, საქართველოს პრეზიდენტი იყო. ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების შეფასებები ლანა ძაძამიას სიუჟეტში. რუსთავი 2-ის ეთერში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს გამოხმაურება მოყვა ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ფაქტი მიუღებელი და ამაზრზენია. გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მომხდარი საზოგადოების გააქტიურებასა და კანონმდებლობის დახვეწას გამოიწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ რამე კერძო პირის მიერ არის ამაზრზენიც და მიუღებელიც. ორამეს ველი ამ პროცესიდან პოზიტიურს. პირველი ეს არის კიდევ უფრო გაზდას საზოგადოების მხრიდან მიუღებლობისა ასეთი ამაზრზენის აქციელების მიმართ და უკანონო აქციელების მიმართ და მეორე ეს არის იმ კანონმდებლობის, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და იხვეწება ბოლომდე დახვეწას და ბოლომდე ამ კანონმდებლობის საბოლოოდ მიიღებას პარლამენტში. განსხვავებული შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. მანანა კობახიძის განცხადებით კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის ჟურნალისტებიც. მისივე განმარტებით პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას მასალის მოპოვების, გამოტანისა და შენახვის შესახებ, გამოძიების შეკითხვებს უნდა უპასუხოს. მან მოუწოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოახდენენ კანონის არასწორად განმარტებას. ჟურნალისტს თუ მედია საშუალებას, რომელსაც აქვს ინფორმაცია, ვინ განახორციელა ეს ჩანაწერი, ვინ გამოიტანა კონკრეტული არ ვიცი დაწესებულებიდან, შემდეგ როგორ გავრცელდა, რატომ შეინახეს, რატომ გაავრცელეს, აი ამ კითხვებს უნდა უპასუხოს შესაბამისმა, თქვათ, პირმა, ვისაც გადაწყვეტს პროკურატურა და ცხადია, ვისაც დაუსვამენ ამ შეკითხვებს. ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. ვფიქრობთ, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს იმის დადგენა, თუ ვინ და რა უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა იმ პირების ჩაწერას, ვინც რუსთავი 2-ის ხელთარსებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ. დაუშვებელია მედია საშუალების წინააღმდეგ ნებისმიერი დამსჯელი ქმედების გატარება ამ ჩანაწერების გასაჯაროების გამო, რადგან მათ ამის სრული უფლება ჰქონდათ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში აქ თუნდაც კერძო პირების ინფორმაციის გავრცელების დროს ჰქონდა დანაშაულს ან სხვა რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი. არასამთავრობო სექტორის პოზიციას იზიარებენ მოქმედი ჟურნალისტები. ნატა იმედაიშვილის თქმით, პროკურატურას აქვს წყაროსთან დაკავშირებით კითხვის დასმის, ჟურნალისტს კი წყაროს არ დასახელების უფლება. მე აქ ვხედავ სახელმწიფოს უუნარობას. ასეთ შეფასებას აკეთებს საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. რამდენად არის ამ ქვეყანაში დაცული თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოება? სად არის აქ სახელმწიფოს როლი? რატომ არ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაიწერა ეს ყველაფერი და მე აქ ვხედავ ყველაზე მოჭარბებულად სახელმწიფო სტრუქტურების უნარობას. ჟურნალისტმა და რა თქმა უნდა ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა იმუშაოს და გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ჟურნალისტს აქვს უფლება არ დაასახელოს წყარო, თუმცა გამოძიებასაც აქვს უფლება რომ იკითხოს ამ წყაროს შესახებ, მაგრამ თავარი არის ის, რომ ჟურნალისტის ნება როგორ განხორციელდება. ჟურნალისტი ან დაასახელებს ამ წყაროს, ან არა. შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში განსხვავებული აქცენტები მაყურებელმა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერი იხილა.